რეჟისორი აჰმედ ქათიქსიძე. შავი ფული და სიყვარული. ის იდიოტი მამულში წვეულების გამართვას აპირებს. სულელენ. თითქოს საბავშვო ბაღი იყოს. გოგონები მისთვის კოვბოის კოსტიუმს ეძებენ. ნეტაგანახა რა მონდომებულები არიან. უნდა წამოხვიდე. ჩვენთვის ვიქნებით. იახტით გავისეირნებთ, ვიცეკვებთ, კარგად გავერთობით. საკმარისია მერტ. რამდენს ლაპარაკობ? არ დაიღალე? ვერ ხედავ რა ხდება. სულ გართობაზე უნდა იფიქრო? აღარ უნდა გაიზარდო? ნორმალური ცხოვრება არ გინდა? როდის უნდა დაკაცდე? შენი მოსმენა აღარ მინდა დავიღალე. რა გჭირს? რა დაგემართა ნილუფერო? ისმენთ? საყვარელო, ლევენტ ბეიმ დარეკა შენი შეწუხება არ უნდოდა. ბებეკში იმ შენობასთან გველოდება, სად ხარ? ბაჰარ. ლევენტ ბეის ჩემგან ბოდიში მოუხადე. რაღაც მოხდა. შეგიძლია მოხვიდე. უნდა დაგელაპარაკო. მოვდივარ საყვარელო. გელოდები. მე წავალ ნილუფერო. როგორ ჩანს კარგად არ ხარ, მერე ვილაპარაკოთ. კარგად არ ვარ მერტ. და ვიდრე ასე ვიქნები აღარ გამეკარო. რატომ მე და არა მერთი? მიპასუხე. ჩემზე მდიდარია, სიმპათიური ბიჭია. ზოგ შეძლებული მამა უმაგრებს. იმიტომ რომ შენსავით არ მიყურებს. ასე ჩემთვის არავის შემოუხედავს. სუნთქვა არასდროს შემკვრია. მამა ჩემზე კარგი არავინ მეგონა, მაგრამ მამაც დავკარგე. მერე შენ გიპოვე. ახლა ჩემი გმერი შენ ხარ. ხომ გახსოვს რა მითხარი? ჩემი უკანასკნელი სიყვარული იქნებიო. იმ დღის შემდეგ ვეღარ გივიწყებ. ის გოზირი, რომელსაც ელიფის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, ნილუფერია. უყურეთ და დატკბით. სასამართლო ექსპერტიზას გადაეცი. დაადგინონ, რომელი იარაღიდან არის ნასროლე. გამოძიების დაწყებისთანავე აჰმედ დენიზერის სატელეფონო საუბრების შემოწმება დავიწყეთ. თუმცა ოჯახის სხვა წევრებზე არ მოგვითხოვია, რადგან მათზე ეჭვი არ ჰქონდა. მალე ასლის სატელეფონო საუბრებსაც მივიღებთ, მოთხოვნა უკვე გავგზავნე. ოჯახ ბერლინა. ჩემთან შეუთანხმებლად ელიფის სახლში არ წახვიდეთ, კარგი? უხერხულია. ელიფს სიტყვა მივეცე. კარგი, სიტყვა. რადგან ელიფი დის მოყანას დაგვპირდა, აქ დაველოდებით. ჩვენ კი საქმეს მივხედოთ, იქნებ ახალი გარემოება გამოიკვეთოს. ომერ, პოლიციის უფროსის მოადგილე გიბარებს. ალლა. რა ხდება? შევქე?
ო, შევქი. წადი და ელაპარაკე. შენი გადმოყვანა ხომ თხოვე, ალბათ ამიტომ გიბარებს. მაგრამ ასე ხომ ვერ წავალ. მასეთ რამეს ყურადღებას არ აქცევს, უბრალო ადამიანია. ილოცა კოლეგა, ერთად ვიმუშავებთ. იმედი არ ვწდებით. აბა შენიცი. ელიფ, იქნება მიხსნა რა ხდება. ნილოფერი უკვე მოვიდა. ბაჰარიც მასთანაა. ლაპარაკობენ, ქვემოთ არიან. რა ხდება ელიფ? მითხარი, მაინტერესებს. გაირკვა, რომ ასლი რაღაცას გვიმალავს. მაინც რას? რასთან დაკავშირებით? ალბათ სტამბოლს შეეჩვია ომერ. ვანისგან განსხვავდება. ხალხი ცხონაერია, ჰაერიც და წყალიც არა? დიახ, ასეა. მაგრამ დანაშაული ყველგან ხდება. ვანშიც და სტამბოლშიც. დანაშაული ძირფესვიანად უნდა აღმოვფხრათ. ჩვენისთანა პოლიციელები გვჭირდება. რაც შემიძლია ვცდილობ. ეს ჩემი მოვალეობაა. გამომართვე. დღეიდან სტამბოლში იმუშავებ. გახსენე. მე ორგანიზებული დანაშაულის განყოფილებაში ვმუშაობდი. თქვენ კი კრიმინალურ განყოფილებაში მნიშნავთ. ალის უნდა რომ მასთან იმუშაო. ალის იშვიათად თუ მოეწონება ვინმე. ალბათ შენი პროფესიონალიზმით მოიხიბლა. ილოცავ. გმადლობთ. ახლა ძმასთან ერთად იქნებენ. ორივეს გაგიმართლათ. გმადლობთ. დიდი მადლობა. ნახვამდის ომერ. მოსამსახურეების ჩვენებებიც დავამატოთ. ჰუსეინ, არდა, საოცარი ინფორმაცია მივიღეთ, ნახეთ. რა ინფორმაცია? რამე ახალია? დიახ, ინფორმაცია ახლა გამოგვიგზავნეს. ეს საუბარი პირველს რომ მათი აკლდა მაშინ შედგა, როცა აჰმედ დენიზერი ელიფს და სტუმრებს დაემშვიდობა და ჰოლდინგში წასვლას აპირებდა. ასლიმ მამას დაურეკა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მერე კაბინეტში დაურეკა. აჰმედ დენიზერი სატელეფონო საუბრებში ამიტომ არ დაფიქსირდა, მაგრამ ასლის ამონაწერში გამოჩნდა. გახსენი, გავიგოთ რა ხდება. ახლავე. ისმენთ. მამა, მე ვარ. ჰოლდინგში მოვდივარ, უნდა დაგელაპარაკო. დილით გნახავ ასლი, ახლა საქმე მაქვს, გავდივარ. სად, მამა? მოვდივარ, დამელოდე. ასლი მეჩქარება ზექერიაქოში უნდა წავიდე. მამა, ეს საქმე დღესვე უნდა გავარკვიოთ. არ მაინტერესებს სად მიდიხარ, მაინც გიპოვი. უნდა გავთიშო. მამა, მამა. იმ გოგო მიცოდა მამა სადაც მიდიოდა. ხო, მაგრამ ისინი აღვას ტრასაზე ვიპოვეთ. ზექერია ქორაშუაშია. მამას მისი თავიდან მოშორება უნდა და გოგო კი უკან გახვა. კი, მაგრამ რატომ? შვილი მამაზე ასე რატომ უნდა გამწარდეს? ლაპარაკს აზრი არ აქვს. პროკურორს დაურეკეთ. ასლი დენიზერი გამოიძახოს და დაკითხოს. ჯერ გავარკვიოთ, ნოვიჩქარებთ. დავრწმუნდეთ და მერე. გასარკვევი რა არის? ეჭმიდანილი უკვე ყავს. ახლავე პროკურორს დაურეკეთ, თორემ შეიძლება ქვეყნიდან გაიქცეს. მერე სად ვეძებოთ? დროზე. აბონენტი მიუწვდომელია. ომერის ტელეფონი არ იჭერს. შეტყობინებას დავუტოვებ. როგორც გინდათ, მაგრამ მე ომერთან უწამაჩხუბებ, ძლივ შევრიგდით. ვიცი რომ ეწყინება. ხმოვანი სიგნალის შემდეგ დატოვეს შეტყობინება. ომერ, ასლი დენიზერთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გვაქვს. პროკურორი მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს. ამას რაღაც ახსნა ექნება, დარწმუნებული ვარ. ასლი მამას არ მოკლავდა. დედა, მეც დარწმუნებული ვარ, მაგრამ პოლიცია ასე არ ფიქრობს. მე არაფერი ვიცი. ასლის არ უთქვამს მამას თუ ეჩხუბა.
რატომ იჩხუბეს? ამას ასლი აუცილებლად აგვიხსნის. ასლი პოლიციაში უნდა წავიყვანოთ. ომერს დავპირდი. ზედმეტად ამ საქმეს ნუღარ გავართულებთ. ასლის ექიმს დავურეკავ. ერთად წავალთ. მართალი ხარ. ელიფ. ალმასების გამო იჩხუბეს? ომერ ბიძია, ჰასანი ვარ სამსახურიდან რომ წამოხვალ ჟურნალი მიყიდე. ბები ამ თქვა ხორციც იყიდოსო. ნახვამდის. კარგი ჰასან, კარგი. ომერ, ასლი დენიზერთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გვაქვს. პროკურორი მის დაკავებას ითხოვს. ახლა ელიფის სახლში მივდივართ, გელოდებით. მიპასუხე. გისმენ? ელიფის სახლში რატომ მიდიხართ? სიტყვა რომ მომეცი დაგავიწყდა? მახსოვს, მაგრამ ალიმ გვიბრძანა და სხვა რა გზა მქონდა. პროკურორი წინ მიდის. კი, მაგრამ ისეთი რა ინფორმაცია გაქვთ? ასლი მკვლელობის ღამეს მამამის დამუქრებია. ისიც იცოდა სად მიდიოდა. დარწმუნებული ხარ? ო, დარწმუნებული ვარ. ასე რომ არ იყოს მის დასაკავებლად ხომ არ წავიდოდით. კარგი, ელიფს დავურეკავ, იცოდეს მაინც. კარგი, დაურეკე. ელიფ, მიპასუხე. რა ხდება? რატომ მელოდებით? კიდევ რამე უნდა დამობრალოთ? საყვარელო. მოდი, დაჭექი. ასლი. დაჭექი. უნდა ვილაპარაკოთ. პრინცესამ ბრძანება გასცა. გისმენთ თქვენო უდიდებულესობა. მე გავაღებ. გისმენთ? გამარჯობა. სტამბოლის პოლიციიდან ვართ. ასლი დენიზე რაქჩალი უნდა ვნახოთ. ერთი წუთით. ელიფ, პოლიცია მოვიდა. ომერია? მობრძანდით. გისმენთ? გამარჯობა ელიფანემ. გამარჯობა. მე პროკურორი თორქოთაკაი გახლავართ. ასლი დენიზერი განყოფილებაში უნდა წავიყვანოთ და გავკითხოთ. ბატონო პროკურორო, ჩვენ კომისარ ომერ დემირს ველაპარაკეთ. შევთანხმდით, რომ განყოფილებაში ხვალ უნდა მოვსულიყავით. ელიფანი მდგომარეობა შეიცვალა. ასლი ჰანიმი დაუყოვნებლივ უნდა წავიყვანოთ. როგორც ეჭმიტანელი? ჰოლდინგიდან ჩემი გაგდება გინდა. ახლა სახლიდანაც უნდა გამაგდო? გინდა რაღაც დამაბრალო, არა ელი? მაინც რა ჩაიფიქრე, ასლი რას ამბობ? მოკლავ. ასლი შვილო დამშვიდი, ასლი გთხოვ დამშვიდი. დამშვიდი. გთხოვ. კარგი.
დაწყნარდი. პროკურორო, ეს ნორმალური ოჯახია. გაქცევას არ ვაპირებთ. ეს რას ნიშნავს? ანიმ ძალის გამოყენებას ნუ მაიძულებთ. ასლი, ომერი დამპირდა, რომ აქ არ მოვიდოდნენ. მაპატიე. ჯანდაბა. მეზიზღები. ასლი, ეს დღე არ დაივიწყო. ელი, ფარ შეგარჩენ. მეზიზღები. ასლი, მაპატიე. ელიფ, კარგად დაიმახსოვრე, იცოდი ამას არ შეგარჩენ. სამაგიეროს გადაგიხდი. მეზიზღები. ასლი ჰანიმს მამის მკვლელობასთან რა კავშირი აქვს? ხელი არ მახლო. დედა ზერინ. დედა მოიცადე, დედა. საიდან გაიგეს? მე რა ვიცი არ და მეტი რა საქმე აქვს? დედა დამშვიდდი. ასლი მოვდივარ. ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა, კომისარო. ყველაზე იოლიკი მისი დაკარგვა. მე შენ თავიდანვე გენდობოდი. ყველაფერი გაგიმხილე. ის გითხარი, რაც არავისთვის მithქვამს. გული გადაგიშალე. მაგრამ მომატყუე და იმედი გამიცრუე. გამიშვი. კარგი, წამობრძანდით. გამიშვი. ასლი. შვილო, საყვარელო. არი ნერვიულო, ჩვენ აქ ვართ. ასლი, ნუ გეშინია. აღიარე, ყველაზე მეტად შენ გიხარია. რას ამბობ, შვილო? გამიშვი. ასლი ჰანიმ დაწყნარდით. გამიშვი. გთხოვთ, გვიპასუხეთ. ძალიან გთხოვთ. გვიპასუხეთ, რა ხდება? ელიფანიმ, გვიპასუხეთ. კომისარო, ერთი წუთით. ნება მომეცით, შვილის გვერდით ვიყო. ასლი მარტო ვერ დარჩება, გთხოვთ. სამწუხაროდ შეუძლებელია. დედა. ფელინ, გთხოვ, რამე მითხარი. ელი, კარგი ადვოკატი დაგჭირდებათ. ადვოკატი?
ბაჰარ, რა ვქნათ? დამშვიდდი. ლევენტ ბეი კარგ ადვოკატს იცნობს. საქმე არასდროს წაუგია, უკვე გზაში არიან და კითხვის დროს ასლის გვერდით იქნება, ნუ ღელა. გმადლობთ. მოდი რა ვსხდეთ. შეიძლება ვილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მთხოვ. რას მთხოვ? მეც გთხოვდი დრო მომეცი და ჩემი ფეხით მოვიყვან მეთქი. რა გავიწყდა? ომერ. დაკითხოს დაესწრები? დავესწრები, მოვდივარ. კარგი. ყველაფერი გასაგებია, კომისარო. ელიფ, ომერმა რა გითხრა? რა ხდება, ელიფ? შენი და ასე ნაჩქარევად რატომ წამოიყვანეს? ჩემს დას დააპატიმრებენ? დამშვიდდი. ეს არ მოხდება. აბა რატომ მოიყვანეს? რამდენადაც ხვდები, კიდევ რაღაც აღმოაჩინეს. პრობლემა მხოლოდ სახლში ნაპოვნი ტყვი არ არის. თორმე ასლი რამდენ რამეს მიმალავდა. კომენტარებისგან თავი შეიკავე. ელიფ, კიდევ რა უნდა იყოს? არ ვიცი. ალბათ დაკითხვის შემდეგ გვეტყვიან. მერე რას ელოდები? შებნემი დაგვეხმარება, ადვოკატს დაურეკეთ. დედა, ამჯერად შებნემი არ გამოგვადგება. სისხლის სამართლის ადვოკატი გვჭირდება. ეს რას ნიშნავს? პოლიცია ფიქრობს, რომ მამა ასლი მოკლა? მოდი. ჰუსეინ. ჩვენ ხომ შევთანხმდით? რატომ არ დამელოდე? სხვა გზა არ მქონდა ომერ. ალიმ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ელიფს სიტყვა მივეცი. მენდობოდა. დრო რომ მოგეცათ მდგომარეობას ავუხსნიდე. კარგი იქნებოდა, მაგრამ რა გაეწყობა? ბრძანებაა. რა მეთქვა? ჩემმა ძმა გოგოს სიტყვა მისცა და ცოტა დრო კიდევ მომეცით მეთქი? რას ვიზამთ? ელიფს დაკითხვის შემდეგ დაელაპარაკები. მაგრამ ჩემი აზრით მის დას დააპატიმრებენ. და არ ვიცი მოგისმენს თუ არა. ნილუფერ. დამშვიდდი, მალე გავიგებთ რა მოხდა. რას გავიგებთ? ელიფ, რას? მკვლელობაში უნდა დაადანაშაულონ? მაგაზე არც იფიქრო. ო, ასლი ნერვიულია, მაგრამ მკვლელი არ არის. აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
ყოველდღე მაოცებთ. რა ხდება ჩვენს ოჯახს რა დაემართა? თქვენ რა დაგემართათ? ჩემზეც იფიქრეთ. ნუ თუ ბევრს ვითხოვ ნილუფერ. თხოვ. ახლა უნდა დავმშვიდდეთ. თორემ ასლის ვერ დავეხმარებით. დედა ჩემი სად არის? ჯან, აქ რა გინდა? საყვარელო, რატომ მოხვედი? ახლა სახლში უნდა იყო. დედა ჩემი დააპატიმრეს? ამიხსენით რა ხდება? ჯან, წამოდი ვილაპარაკოთ. დედა ჩემი სად არის? ჯან, მომისმინე. გარი გააღეთ, გააღეთ. ვიცი რომ მან ხართ. ეს მართლა გიჟი ყოფილა. დაკითხვა გაგვიჭირდება. რომ გამოვიჭირე დღელავს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ასლი დენიზერს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. პერიოდულად მისი მდგომარეობა მძიმდება. რამდენიმე დღის წინათ შეტევა ჰქონდა. ეგ ვინ გითხრა? ელიფ დენიზერმა. მისმა. ალიმ. სასამართლო ექსპერტიზას ხომ არ მივმართოთ. ამ მდგომარეობაში მისი დაკითხვა გაგვიჭირდება. ან ექიმი მოვიყვანოთ. რა იცი რომ მისი დაარიტყუება? ექიმის ცნობა აქვს? ილაკი ვარ რა. აქვს, ოღონდ ჩვენთვის არ მოუციათ. თუ არ მოუციათ, ესე იგი არ არსებობს. ჯერ დაკითხეთ. ნახოთ რა გამოვა. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. გააღეთ, გააღეთ. როგორ მოვიქცეთ? უნდა დავკითხოთ. ადვოკატი რომ არ მოსულა. დავიწყოთ და ისიც გამოჩნდება. არ დაგამომყევე, თქვენ აქ დარჩით. ჰუსეინ, მე შემოვალ. ასლი მიცნობს მენდობა. მოითმინე. ჯერ ჩვენ დაგვაცადე. როცა მიხვდება რომ ტყუილად არ მოგვიყვანია, მერე ვნახოთ. ჰუსეინ, ასლიავადა, მე შემოვალ. უფროსი რომ გეტყვის, უნდა დაუჯეროო მერე. გასაგებია? წამოდე. როგორც იქნა? ყველას გიჩივლებთ. სად მიდიხარ? სახლში. გონი ვერ ხვდები მდგომარეობა რამდენად სერიოზულია. ასლიხანიმ დაჯექე. დაჯექე. ელიფს ელაპარაკე. არ მომისმენა. არც ვამტყუნებ. სიტყვა ვერ შევასრულე. მომცდილობდი. მაგრამ არ იცის. ალისთან წავალ. ადვოკატი თუ მოვიდა მოვიყვან. რაში მადანაშაულებთ? კვლელობაში. გაგიჟდით? მე არავინ მომიკლავს. ასლიხანიმ. დაბრძანდით. რა გინდათ? მაინც ვინ მოვკალი? სიბელანდაჩისა და აჰმედ დენიზერის მკვლელობა გედებათ ბრალად.
ჯან, დედას მალე გაათავისუფლებენ. დარწმუნებული ვარ რაღაც გაუგებრობა. ჩემი ბრალია. შენთვის არ უნდა დამეჯერებინა. ხელი უნდა შემეშალა. დედა, რა ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა. მე და მამა შენი დის ავადმყოფობას წლები ვმალავდით. შენი წყალობით კი ეს ყველამ გაიგო. ასლის ნორმალური ცხოვრება აღარ ექნება. ოჩახ, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. თეიდა ზერინ ყავა მიირთვით და გამშვიდებთ. გმადლობ. ხო, ნერვებს ნუახვებით. ყველაფერი მოგვარდება. არავის იმედი აღარ მაქვს, ბაჰარ. დედა შენი სიტყვებს სერიოზულად ნუ მიიღებ. ის დედა გულის ტკივა და შვილის დაცვა უნდა. ბოლო დროს ყველაფერში მე მადანაშაულებენ, ბაჰარ. ელიფანი. ძალიან წუხوار. გმადლობ. ბაჰარანიმმა დამირეკა თუ არა წამოვედენ. გმადლობ. ეს ევრამბეია სისხლის სამართლის ადვოკატი, ჩემი მეგობარია. ძალიან წუხوار. გმადლობ. ასლი უკვე შეიყვანეს. გაგაცილებთ და თან აგიხსნით. რა თქმა უნდა. ზერინჰანიმ. ძალიან წუხوار. გმადლობთ. რამე ხომ არ გჭირდებათ? არა, გმადლობთ. ფელინ. ჩვენი ადვოკატია, ევრამბეი. ევრან ქორალე. თხოვთ? თხოვ, მითხარი რა ხდება? არ შემიძლია ელიფ. აქ რომ ვარ და გელაპარაკები, ესეც კანონის დარღვევაა. ადვოკატი აქ არის, ყველაფერს მისგან შეიტყობ. შეეცადე დამშვიდდე. კარგი? დროებით. აქ ნუ გაჩერდებით, გთხოვთ. ასლიხანი მდუმილი გამოსავალი არ არის. თუ არ ილაპარაკებ, როგორ დაგიჯერებთ? სათქმელი არაფერი მაქვს. კომისარო, ასლიხანიმის ადვოკატი მოვიდა. შემოვიდეს, დაკითხვა ახლახან დავიწყეთ. თხოვთ. გამარჯობა. მოგზანდით. მე თქვენ არ გიცნობთ. მე ევრან ქორალი ვარ. თქვენს ინტერესებს მე დავიცავ. კარგი. დაჯექი. ვნახოთ როგორ დაიცავ. დაჯექი. აჰმედ დენიზერისა და სიბელ ანდაჩის მკვლელობის ღამეს მიცემულ ჩვენებაში უზუსტობაა. მართლა? მკვლელობის გახსნას ასე აპირებთ? უზუსტობა მტკიცებულებაა? ალლაჰ, მოთმინება მომეცე. ასლიხანიმ, მეზობელი სახლის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომ მკვლელობამდე 2 საათით ადრე ფანჯრიდან გადახდით და სახლიდან გაიბარეთ. მკვლელობამდე კი მამა თქვენის კაბინეტში შეხვედით, იარაღით დაემუქრე და მისი მოკლა სცადეთ. ჭერში ჩარჩენილი ტყვია ბალისტიკურ ანალიზია გაგზავნილი. იმის ჩანაწერიც გვაქვს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჰოლდინგში მამას რომ დაურეკეთ და დაემუქრეთ. მამა შენი და სიბელ ანდაჩი შენ მოკალე? არა, მე არავინ მომიკლავს. მამა შენ სიარაღით რომ ემუქრებოდი და გავიწყდა? დიახ, ასლიხანიმ, გისმენთ? არ ემუქრებოდი? ჩვენების დროს ამბობდი, მკვლელობის ღამეს სახლში ვიყავიო, რატომ მოგვატყუე? საკმაოდ სერიოზული მტკიცებულებები გვაქვს, ასლიხანიმ. გისმენთ, ასლიხანიმ? ხმა მოიღე. სიმართლე თქვი, ასლიმ. აღიარე და დაწყნარდები. აღიარე. მე არავინ მომიკლავს, არავინ. ესე იგი თქმას არ აპირებ. დიახ, სათქმელი არაფერი მაქვს. ყოჩაღ. შენ დაზარალდები. ადვოკატთან დაგტოვებ და ისაგიხსნის, რამდენად რთულ მდგომარეობაში ხარ.
დაგეხმარებენ. ომერ, რატომ გამოხვედე? იქნება ადვოკატს გამოუწყდეს. ახლა იქ უნდა იყო. ფიქრობ, რომ ასლის არ მოუკლავს. რას ამბობ? ვერ ხედავ ქალი რა დღეშია. ნამდვილი მკვლელია. გაისროლა. ჯერ მამა მოკლა, მერე კი სიბელე. ასეა. მე ასე არ ფიქრობ. ომერ ვერ ხედავ? ქალი ჭკუაზე არ არის. მისი ნება რომ იყოს ყველას დაგხოცავდა. მტკიცებულება საკმარისზე მეტი გვაქვს. მართალია. ხომ ნახე როგორ იქცევა. გესმის? ომერ, რატომ ფიქრობ რომ არ მოუკლავს? რამე გაიგე? გამოდით აგიხსნით. გამარჯობა. თუ შეიძლება მარტო დავგვტოვე. დავგვტოვე. ახლავე. კარი დახურე. რა ხდება, კაბინეტი არ მოგწონს? თქვენ აქ დასხედით. ყველაფერს მარტივად აგიხსნით. ახლა მშვიდად დავფიქრდეთ და გავიაზროთ. წარმოვიდგინოთ, რომ შენ აჰმედ დენიზერი ხარ, შენ კი სიბელე. საჭირო მხარესაა. თქვათ ასლი მიმღამეს მამამისის გვალს მიაგნო და მანქანა გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა, მიუახლოვდა და დაუმიზნა. ეშმაკს მოეთამაშები ომერ. დაუმიზნა. აჰმედ დენიზერმა შეხედა. ესროლა. აჰმედ დენიზერი მოკლა. მაგრამ სიბელი ჯერ ისევ ცოცხალია. ეგ ისედაც ვიცით, შემდეგ რა ხდება. მაგრამ ვიცით, რომ მანქანაში არ მოუკლავთ. სავარაუდოდ, სიბელს შეეშინდა, მანქანიდან გადახტა და გაიქცა. ასლი დაედევნა. ხოხამდე ზდია და მოკლა. რა გიგვერს? კალიასავით დახტის, ვერ ხედავ? სიბელი ძალით შეიყვანა ქოხში და იქ მოკლა. ესეც შესაძლებელია. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. სიბელი 1.72 იყო და 60 კილოგრამს იწონიდა. ასლი კი 1.60-ია და 40 კილოგრამზე მეტი არ იქნება. როგორ ფიქრობთ, სხვაგან რომ მოეკლა, მანქანამდე მიყვანა შეძლებდა? ვინ იცის? ფელენი რომ ყოფილიყო, ხრებზე შემოიგდებდა და არც გაუჭირდებოდა მანქანამდე ისე მიირბენდა. შენ მეტი საქმე არ გაქვს. თუ ვერ გვეხმარები, ხელს მაინც მუგვიშლი. რატომ ვერ წაიყვანდა? შეშლილებს დიდი ძალა აქვთ. ძლიერი გოგონა ჩანს. კომისარო, ფიქრობ ომერი მართალია, ასლის სიბელს ქოხიდან მანქანამდე ვერ მიიყვანდა. შეშლილი ადამიანი რას არ გააკეთებს? მე პოლიციაში დაუბერდი, თქვენ კი ჯერ ისეთი რა გინახავთ. კიდევ ბევრ რამეს მოესწრებით. მართალი ხარ. მე არ ვამბობ, ასლი აჭმიტანილი არ არის მეთქე. ჯერ ყველაფერი უნდა გაირკვეს. გეთანხმები, ჰუსეინ. მაგრამ ვიმეორებ, ასლის არ მოუკლავს. ან თანამზრახველი წავდა. მარტო ამას ვერ შეძლებდა. ევრანი გამოცდილი ადვოკატია. ნუღელავთ. ნეტა ეს კოშმარი როდის დამთავრდება? დედა, სახლში წადი, ჩვენ აქ ვართ, მარტო არ დავტოვებთ. ვერ წავალ, აქ უნდა ვიყო. დედა, თავს ნიდანჯავ. ვიდრე ჩემი შვილის ამბავს არ გავიგებ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიელი. ჩემს ადვოკატს ელაპარაკეთ? ველაპარაკეთ. ასლი, მომისმინეთ. ვიცით, რომ ამ დანაშაულს მარტო არ ჩაიდენდით. დანაშაულის ღამეს თქვენ გვერდით კიდევ ვიღაც იყო. გვითხარით, ვინ არის თქვენი თანამზრახველი?
რასაყვარელი ხარ? შენმა გულწრფელობამ გული ამიჩუყა. დაგითხრა რამდენიმე საათი კი არა, თუ საჭირო გახდება დღეები გრძელდება. ჩვენ შეჩვეულები ვართ, მაგრამ თქვენ რას აპირებთ? ასლე. ნოჯიუტო. ირჩევ სიმართლე თქვა. სათქმელი არაფერი მაქვს. სახლიდან ჩუმად რატომ წახვედი? ჰაერზე გასეირნება მინდოდა. ამისთვის ფანჯრიდან ხტები ხოლმე? შენც ცადე გახალისდები. შვილო. ასლე, შენს დახმარებას ვცდილობთ. მამა შენს რატომ ეჩხუბე? შენი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცო. მკვლელობაში გედება, ბრალე. სიმართლე გითხარე. მიდე. მე არ გეტყვით. თქვენ გააგრძელეთ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.